დღეიდან თბილისის ქუჩებში ახალი სამარშრუტო ტაქსები მოძრაობს. კომფორტული ყვითელი ფერის ტრანსპორტი ქალაქის მთავრობამ ტენდერის საშუალებით შეარჩია. მიკროავტობუსებს აქვთ კონდიცირება 18-ის კამი და დაცულია უსაფრთხოების ზომები. პირველ ეტაპზე დედაქალაქში 36 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს, თუმცა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ახალი ყვითელი ფერის მიკროავტობუსებით მგზავრობა თბილისელებს დღეიდან შეუძლიათ. პირველ ეტაპზე ახალი სამარშრუტო ტაქსები რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკეს საბურთალოს გავლით 300 არაგველის მეტრომდე იმოძრავებს. მიკროავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი, სავარძლები კი ერთმანეთისგან 65 სანტიმეტრით არის დაშორებული. დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. დიზაინი, სისუფთავე, კომფორტი, ყველაფერი ძალიან. ნაღდად მისასალმებელი ფაქტია, ლამაზი მანქანა და ხალხისთვის კომფორტი იქნება უფრო. გადაადგილების სწრაფი საშუალებაა და თუ გადახდის ის ვარიანტები დაჩა, რაც დღეს ავტობუსებშია, ხალხი მაყოფილი დარჩება. კომფორტაბელურია, კონდიციონერია, ხალხი მგზავრები, რა ვიცი, კომაყოფილები იყენ ახლა მგზავრები. შეცვლილია მგზავრობის გადახდის მეთოდით, დაინერგა საბარათე სისტემა. პირველი მგზავრობის შემდეგ მგზავრობის საფასური იკლებს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდის. მეორე ნახევარს კი დედაქალაქის მუნიციპალიტეტი დაფარავს. ახალ მიკროავტობუსებში დამონტაჟდება გადახდის ელექტრონული საშუალებები, რის მიხედვითაც თბილისში ყველა სოციალურად დაუცველს ექნება გადასახდელი ტარიფის ნახევარი, ხოლო დარჩენილ ნახევარს გადაიხდის ქალაქ თბილისის მერია. ყველა მგზავრი და მძღოლი დაზღვეული იქნება. დაზღვეულია ასევე მიკროავტობუსებიც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ამ კომფორტს და პრივილეგიას. ძველი სამარშრუტო ტაქსების ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. 2012 წლის იანვარში კი თბილისის ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი კომფორტული და ყვითელი ფერის იქნება.